მასაჟის ნაცვლად სასწავლო ცენტრი. კი, დავარეგისტრირე და კირვალიძის გოგოც დავარეგისტრირე. და ჯამში რამდენი გვყავს ახსაზრდელი ამ ეტაპზე? ჯამში გვყავს 53 ბავშვი, ძალიან კარგი გადასარევი. და ზოგადად რა გოგოებო, აღფრთოვანებული ვარ, არ ვიცი, მაგრამ ძალიან მომწონს, ფართიც მომწონს, სივრცეც მომწონს, ადგილმდებარეობაც მომწონს და თან ქირას ისე ცოტას ვიხდით, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. რას ლაპარაკობთ, ხალხო, არაჩვეულებრივი ადგილია. ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი. ადგილი, სადაც მხოლოდ შენი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ. შვენიერია რა, ძალიან მომწონს მე პირადად. არა, იცი რა. მაინც რავი რა. რა რავი თამარ? მე თამუნა, თამუნა, რისი თამუნაა, რომ რაღაცა მაინც არ გამოჩხრიკოს რა. რა უპოვე ხა გამოჩხრიკე რა. მომისმინეთ, და ცოტა დაფიქრდით. ადრე ამ ფარტში იყო ჩინური მასაჟის ცენტრი, ხო ასეა? ერთი წუთით მერე? ხო და რაღაცნაირი აურა არ იყოს რა. ას გიშლის კაცო იყოს ის ადრე იყო და ეხლა არის საგანმანათლებლო ცენტრი. ხო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად რაღაცა არ მომწონს. გეხვეწები რა. მასაჟს აკეთებდნენ ჩინელები და კაცმა არ იცის კიდე რას აკეთებდნენ მასაჟს თუ რას აკეთებდნენ და ეგ არ არის ჩვენი ეგ იყო წარსულში ჩაბარდა. всё, მორჩა ნახე? ჩატოვე იქ. всё, მორჩა. დავამთავრეთ ეხლა რაღაცებს ზედმეტად აბა. შევცვალეთ რაღაცები და სულ სხვა რაღაცით შემოვედით ამ არაჩვეულებრივ კომპანიაში ვიწყებთ. თამარ, ჩვენ ვართ კვალიფიციური პედაგოგები, ჩვენ რაღაც მასწავლებლები ხო არ ვართ, არა? დაიმახსოვრე ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი. გამარჯობა. ვერ გავიგე. შენ ხო მოდი ერთ. მე? არა, თქვენ რა, წითურით მევით. თქვენ ესწრაფებით? კი, თქვენ მოდით რა. მოდი, დაჯექი ცოტა ვილაპარაკოთ, რა ვისაუბრეთ. თამარ, საგანძია ეთყობა. დიახ, გისმენთ აბა. არა, დავბრძანდით და დავილაპარაკოთ რა, ლუცხო დალევთ. ლუც? ო რა, ლუცხო დალევთ. არა, მე ზოგადად ალკოჰოლს არ მოგიხმარ. ოპა, ეს უფრო კარგია, ძალიან კარგი. კაი, მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, მაშინ. კი ბატონო, გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. ესე იგი, ფასს რაც შეეხება 8 გაკვეთილი არის 400 ლარი. გაკვეთილი? რა გაკვეთილი? დიახ, გაკვეთილი. რა გაკვეთილი, კაცო? ანუ, ჩვენ ვართ პედაგოგები. всё, ესე იგი დღეს ჩვენთან პედაგოგი ხარ, ხვალ ექიმი იქნები, მე მოსამართლე იქნები, რა გენაღლებ. აიწყეთ, ხო ივენად ცხოვრება, საღო. არა, ერთი წუთით რა, ჩამოყალიბდით, გნებავთ თუ არა? გნებავს, რა თქმა უნდა, აბა ისთვის მოვედი აქ. ანუ გნებავთ, მაშინ დავიწყოთ. მოიცავთ, აქვე? ხო, აქვე, აბა, აქ არის საგანმანათლებლო ცენტრი, ნაქირავები ფართი, რა ვიცი, აბა სად უნდა დავიწყოთ? სახლში მომსახურებაც გვაქვს, მაგრამ სახლში მოსვლით უკვე სხვა ფასია. იყოს აქვე რა პრობლემაა, რა. ბუდიში. დიახ. რა ხდება? რას აკეთებთ? რავი, გაკვეთილებს ვიმეორებ, რას უნდა ვაკეთებდე, ვიხდი. რა ხდება? რატო იხდით? მოიცავ, ჩაცმულზე უნდა მასწავლოთ გაკვეთილები თუ რა არის, ხო ვერ ხდები, ასე რატო ვიხდი? რა არის ეს? რა არის? მე რასაც გეუბნებოდით, მე მგონი ის არის, იცით? რას ამბობ, კაცო? უნდა ამიხსნას, გოგონი, შენც რაღაც კარგად გამოიყურებ. როგორ გიხდებათ, თქვენ გესაუბრებთ? არა, თქვენ გეშლებათ რაღაც, ჩვენ აქ ვართ მართლა მასწავლებლები. ვიცი, ისინიც ეგრე ამბობდნენ, რომ ჩვენც მართლა მასწავლებლები ვართ, 5 ლარი დაამატე, რაღაც მასაჟი. მე რას კადრულობ, კაცო? რას კადრულობთ მართლა, რა არის? რას კადრულობ, კაცო, რა გნებავთ, ეხა ვერ გავიგე? არ ცხვენიათ ამ ხელაკასი. ანუ ეს არის სასწავლებელი ცენტრიო, ხო? ჩვენამდე აქ იყო ჩინური მასაჟის ცენტრი. ხო. ხო და ეხლა არის საგანმანათლებლო ახალგაზრდული ცენტრი და ჩვენ ვართ კვალიფიციური პედაგოგები. პედაგოგები ძაკაი, ყურსაც ხო არ ამიწევდით? რას კადრულობთ, კაცო? ბატონო, ერთი წუთით, რას ნიშნავს ყურს აგიწევთ, კაცო? ჩვენ საგვაკვეთილო პროცესში გვგმობთ ყველანაირ ძალადობას, როგორ გეკადრებათ? ოპა, ესე იგი ჩემთანაც დაგმობთ ხო პროცესში ძალადობას? ბატონო, რატომ იღიმით? რავი, კარგ განწყობაზე ვარ და გიღიმი, ხალხა ცუდ განწყობაზე რატომ უნდა ვიყო ვერ ხვდები რა? ბატონო, ნახეთ. მიყვარს დაგმობებად გისმეთ. გვესმის როგორ გიხდებათ ეგ თმები, მე
კაცნაირად მაგიძებს. ბატონო, ვესმის თქვენი და მე მგონი უკვე ქალბატონებმა გასაგებად აღიხსნეთ, რომ ეს არის ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი. აღარ არის ის დაწესებულება, რაც გეგონათ თქვენ. რაიმე ეს ვინ მოვიდა? ჩემი საყვარელი. ბექა გამარჯობა. ბექუნა. როგორ ხარ? ჩემო საყვარელო. დაიმახსოვრეთ გოგოებო, ეს ბიჭი არის მხეცი. აბა. აი ეს არის მხეცი. შედი ბექუნა. ვინ არის მხეცი? მიდი. მიდი გენაცვალე, გენაცვალე. რა ქნა, სად ვინ შეიყვანა? გოგო, საწავიდა 1 საათია ხანს ვეჭალიჩები. რა მხეცი, ის თუ მხეცია მე რა ვარ, ბაში ხوار გამიჩა. თამუნა მასწავლებელი არის აბიტურიენტებთან ხოლო დაბრძანდი. აბა მე ვინა ვარ, აბიტურიენტი არა ვარ, კაცო, გამოვაგდეთ აკეთე ხა იმას მე 1 საათი ვერ დავიმოდე. მომისმინე თავისი საათები აქვს გენაცვალე, ეხლა ეს არ არის თავის საათები, რა ის ხონდა თუ რას ქვე, თავის 1 საათი აქა ვარ, ქალიაში ვინ არის ეს ვინ თქვენ ვერ მოგცემთ იმის საათებს, დაბრძანდით რა. გეხვეწებით, ეხლა დროზე გამოათრიეთ ის ბიჭი აკეთე და რეგისტრირებულიც არ ბრძანდებით, ბატონო, რა გნებავთ მართლა? რა დარეგისტრირებული მოგ ამდე ფულს გიხდით საათში დროზე გამოვაგდეთ ეხლა რეგისტრაცია. დასრულებს და გამოვა. დასვე, კაი, 1 საათში მოვალ. ერთი არ დამხვდესა გამოსული შენ მხეცია თუ ვიღაცა, რა მე ნახე თუ არ გავგლიჯა თუ. საბრძანდით ბატონო. 1 საათში ვიქნები აქ და დამხვდეს რა. არაკვე. მაგას გაჩვენებ თქვენ. მომინდო ეს საგანმანათლებლოი. რაიმე სასწაული ბიჭია ჩემი ბექუნა. ხო არა. მართლა მხეცი რა. დაიმახსოვრეთ ამ ბიჭის სახელი და გვარი. ყველაფერი იცის, ხო? ყველაფერი რაც გინდა. იცი, მონდომებულია. კი. ნახე, აი ეგ არის. კიდე ერთი დავარეგისტრირე გოგოებო. აუ რა კაია. ძალიან კაი. ნიჰაუ ძევჩონგი. ბატონო? ნიჰაუ ძევჩონგი. ანუ უკუჰი ჰამაჰა. აი მე ვიდეთ. უკუჰი მამაჰა. ბოლოს როგორ? რას კადრულობ, კაცო, რა რა მაჰა? გინებავთ უკაცრავად? ქართულად. ანუ გამარჯობა გიხარით რა გოგოებო რომ მოგესწრებთ ჩინურად ნიჰაუ არის გამარჯობა ნიჰაუ. მოგესალმეთ გოგოებო. რა გნებავთ ბატონო? რა მნებავს და ისესაც დავდივარ ხოლმე აქ ის მნებავს რა უნდა მნებავდეს სხვა ბევრი გახარება და ბევრი სიხარული. კარგი, ანუ რაღაც გნებავთ ხო აქ რა ხან კი, რა თქმა უნდა. დაბრძანდით და გაგესაუბრებით. ძალიან. ვიდი რა თამარ გეხვეწები და გაარკვიე რა, დავიღალე უკვე. კარგი. ესე იგი, თქვენ ჰუმანიტარული საგნები უფრო გაინტერესებთ თუ უფრო ტექნიკური? ეს რაღაც ახალია, ჰუმანიტარული და ტექნიკური. რაღაცა მოდი, რაღაც სიახლეები არ მიყვარს. ჩამოყალიბდით? მოდი, რა იყოს ის ძველი იყოს, რაც ვიცით რა, რაც ვიცით. ძველი რომელი? კარალევსკი. რა კარალევსკი? იყოს კარალევსკი რა. ანუ რა კარალევსკი? ანუ კარალევსკი, ეკატერინა II. აი, ისტორია უნდა ეხა მე. ისტორია გინდათ? ისტორიაში? ისტორიის კურსი? ხო, არა, ის დაარქვით, რავი, ადრე მე რა ვიცი, აბა. ერთ წუთით მომისმინეთ, აქ არის ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი. გეშლებათ ბატონო, ერთი წუთით რა მოდით ამარა. მომისმინეთ, გეშლებათ ბატონო, ეს ის სივრცე არ არის, რას თქვენ გონიათ, რა ჩვენა განათლებას ვაძლევთ ბავშვებს. ძალიან გთხოვთ მიბრძანდით ეხლა აქედან რა. მე განმანათლე რა. რით შეგიძლია რომ განმანათლო? იქნება და მოწყურებული ვარ მე სწავლა განათლებას. რა ვიცი ეხლა რა გაინტერესებს ჩვენ აქ ვასწავლით ქართულ ენას და ლიტერატურას, ვეფხის ტყაოსანს, ბიოგრაფიას. მოდი იყოს. გეოგრაფია. მიბრძანდით ეხლა აქედან ბატონო მართლა რა თქვენ ვინ გონივა ჩვენად პედაგოგები დამსახურებული პედაგოგები გავიგე რომ პედაგოგი ხარ და მაგიტომაც გავშეურაცხყოფას ვერ ბატონო რა წადრულობთ თქვენ ამ ხელკაცი ბრძანდებით არ ცხვენიათ მართლა ორი ერთზე რა ორი ერთზე რა ხდება კაცო რა ხდება რა უნდა ხდებოდეს ვერ გავიგე ჰაგიოგრაფია და მინდა ჰაგიოგრაფია გეოგრაფია. გეშლებათ, ეს არის საგანმანათლებლო ცენტრი. რა არის, ვერ გავიგე, რა არის, ეს ადრე აქ იყო ჩინური შეიცვალეთ. ანუ როტაცია. გავიგე, როტაცია, ანუ ისინი წავიდნენ, ეხლა თქვენ მოხვედით, ხო? მე აქ რა მახსოვს, ვიცი, აქ ცოტა ესეთი გაწელი თვალებიანი გამხდარი გოგოები მახსოვს და ეხლა უფრო რაღაც ზამსხვილები და უფრო რაღაცა ტიჩა. ბატონო, თქვენ რაღაცა გეშლებათ. არა, რა მეშლება კაცო? გეშლებათ და ჩინური მასაჟი იყო. სულ ასეთები ვიყავით. ერთი დატრიალდით რა, ერთი წუთი რა.
მოდი იყოს რა. თქვენ იყავით. მე? თქვენ ამიხსენით? რა? ჰაგიოგრაფია. აიმე. აიმე, უნდა გავაგდო ხალხო, მომეხმარეთ იყოს. რა. წადი ხა. არა, ხალბატონ, მოდი. ჰაგიოგრაფია. გადი აქედან. მე მომხრევარო. ამდენი ახუნტურუცებული კაცი თუ არსებობდა საერთოდ არ ვიცოდი. გაეტრი. არ გინდათ ჰაგიოგრაფია, ვერ გავიგე. რა არის? ჰაგიოგრაფია არ გინდათ, აბა რაგი. აიმე, ხალხო შევიშალე მართლა. გავგიჟდი უკვე რა. დედა შოკი მაქვს ეს. მიზიდულობისა და ხახუნის. აიმე, გადი ხა აქედან. გაიქრიეთ ახლა აქედან მართლა რა. ეს რა შარში გავყავით თავი კაცო. არ რას გეუბნებოდით ეს რა არის? რას ვიფიქრებდით? რა ვიცი, რას ვიფიქრებდით კაცო? გოგოებო, ჩვენი საათების დრო ამოიწურა, შეგვიძლია წავიდეთ აქედან რა. დედა კიდე კაი რა. გაგიჟებული ვარ კაცო. გაგიჟებული ვარ, ეს გაცხოველებული. რა ხდება? აი ნუ ეხა ესეთი ერთი ორი რა ხდება? რა ხდება ეხა მსგავსი და არა უშავს გოგოებო, არა უშავს ყველაფერი წინ არის რა. კაი, გავედით რა. გავედით. ვაიმე ის ბავშვი კაცო, ბექუნა გაავსებდა რვეულს. წადით და დაგეხედე. ხო, მიხედე შენ.